აბუამ ჩვენმა გვარმა გააკეთა ამ დროს ამან დროს და არის და გაგრძელდება ისტორია. აუმაჯოს. გალოცვილი იყოს. ჩვენი გვარი გალოცვილია ჩვენი გვარი. ვერტისგან მაგრამ დღეს ორჯერ და სამჯერ და ხუთჯერ და აჯერადი ლოცვა ყოველ ჩვენზე და გადაედება ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. აუმაჯოს. დევანდელ ეს და ჩვენს აბა ყველას გისმენთ და სასიამოვნოა რომ ერთმანეთს მოусმინოთ. ჯობია რომ სათითაოთა თქვა ყველამ და ყველამ ერთმანეთს მოусმინოთ. ეს ისეთი სადგიძელოა. მეორე რომ არ გიცნობთ და აი ამ საუბრით იქნებ გაუჩინოთ. რა ვიცი მე ყველას ვიცი მე მგონი უკვე ინტერნეტ საშუალებით ამ ბიჭს ბოლოში რო ბიჭი დგას ამას არ ვიცი მარტო. გაუმაჯოს. აი ლოცებ. ჯიგო ვერ ყოველი გოჩა. ჩემი საქმის გვერდში. აი იქიდან. აი ყველას ვიცი მეთქი და მარტო ეს ბიჭი არ ვიცი. აი მამა ყავდა ზოთვალი. აი დაიწერა ჩემი ხატი, ხა ჩვენი გვარის გეჟი გაკეთება, ყველაფერი კარგად იქნება და რავი ჩვენ მომავალთაობას გადავცემთ რომ ამ დროს ეს გაკეთდა და რავი უფრო წყალობით კიდე ციფრობლება ჩვენ დიდი ისტორია შეიქმნა. ისტორია შეიქმნა და რავი კარგად ვიყოთ მაგრამ ღმერთმა დაგლოც. ჩემო ბატონებო. მოიცა ესე ვიზა. ძალიან დიდებული დღეა. გვარის შეკრება. საერთოდ მარტო საქართველოში კი არა, სოფლიოში, აი ძველ საუკუნეებში, სწორედ ეს გვარის სადროშოები იყო და იმით მოდიოდა ყველა ქვეყანა და ასე იყო საქართველოში. ასეთი სადროშე გაკეთდა დღეს. ის მე უბრალოდ პრაქტიკაში ლაპარაკა პაატანო, აი თუ ვინმეს გაგვიჭირდა და ჩავეხუტოთ ერთმანეთის, ეს პრაქტიკული სიტუაცია. საერთოდ დიდი სიმბოლური ეს უკვე უიათყოფილების სადროშო. მაგრამ ეს დავამატებ ჩემად. მაინც ეხლა მარტო გვარის იმედით ნუ ვიქნებ. ყველა იცით ეს, მაგრამ მე მაინც გასახსენებლად ვიტყვი. 1000 კაცი დაფას და 10000 დილობა. კაცი 1000 არ ვარგა. სულია გვარიში. 10 დურიან ყოფაზე მაგია გამეგონა. გაიხარე. გაიხარე. ჩვენი ხატი მთავრობის წმინდა გიორგის და შავალი მარიამის მამამხარაგეს. გაძერებული ყავს უფრო და უფრო ჩვენი გვარი და ერთად ყოფილიყავთ ერთობით გავიგოდეს. ღმერთმა დაგლოც გაიხარე. ყველაფერი კარგის დასაწყისი ყოფილი. მრავალი მენახე ხუთო და მეტი მეუღლესთან დაგახარებული. გაიხარე. ჩვენ საგვარეულოს საომარჯოს. ეს სპეციალურია. იგი შეიქმნა რომ ერთად შევიყვანოთ. იმერეთის და აი ეს აღმოსავლეთის სულიერ ყოფილიყავთ და სულ ერთად ყოფილიყავთ. ჭირიში და ტყინში და მოგეკითხოს ერთმანეთი. ამიგ მესურებინოთ და სუდია გამოგოს თავარია. გაიხარე. ერთად გაშუქოთ. რაც უნდა ლოცო ჩვენი ხატი და მიზანი გამოგალოს. ეს ვარდა ჩვენიერი დღეა, ყოველი ჩვენთანგან და რა ვიცი, დალოცული იყო ჩვენი გვარი. უბრალოდ დაგლოცოთ ყველა და დღეს წარბედნიერი ვარ, რომ ესე ყველა რა ვიცი, ესე არასოდეს არ ყოფილა ჩემს გამოცდილებაში და ესე მრავლად ვარ უფრო და ღმერთმა დაგლოც. რა დალოცული და გაიხარე. გაიხარეთ ნამდვილად იქ. ალოცვილი იყოს ჩვენი გვარი, ჩვენი ხატი, ფარაონის ფაროლობა არ მოხდება შეიძლება ჩვენთან და რა ვიცი. მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ დღეს და ჩემი ძალიან დიდი ხნის ოსნება ახლა, ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი. იქნება დაახლოებით 8 წელი, სადაც მე და თემური შევხვდით სრულიად შემთხვევით ნილოჯს თუ სადღაც და სულ 2 წუთი საუბრობთ, 2 წუთი საუბრიდან, ხო? თენი ეს დრო დაუთმეთ იმას, რომ თემური მითხრა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ჩემი გვარი არ ვიცი გახსოვს თუ არა თემური. კი, მახსოვს. და მეც ისე ვარლა რომ ჩემპურში რო იდა რომ მეც ვთხარი რომ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს და რაღაც მოხერხდება ერთად გავაკეთებთ რა და მე ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელს რომ მადლობა თვითონ თქვენთაგან ვინც ეს საქმე გააშუქა და მერთმა დანოცილი ამბობ ჩვენ გაიხარეს გაგვამრავლოს და გაგვახაროს უკან გაიხარეთ ძალიან დიდ როლს თამაშობს მთლიანობაში ხატი რომ პირველი აერთიანებს ჩვენს წამს და რელიგიას გვაერთიანებს ერთმანეთს არის ჩვენი გვარის და ჩვენი ადამიანობის სიმბოლო და ამით ამ ყველაფერმა შექმნა ეს მთლიანი წრე და ეს საყვარელი იდილია რა მოხარულია ეს რა თქმა უნდა თქვენთან გიდება უფალს წყალობით
შეგვეციოს ხატის მადლი. ჭამელი არა ვარ მესა თუ ქალბატონები არის თქვით არ გააცხადებენ თუ გულის ნადე? არავინ არ არის. სტუდენტები ვარ რა რავი. ვერ ძმები არიან რა ამ მამას ხალ გამოდენიმე ბიჭი დავჟე ხაშურდა ყველა ჩამოყავდა და კაცონა მაინემა ისინი და უთი ზენდენზე და ჩემთან სხვა დროს ავხდებით თუ ვერ მოხერხდა. ხო და გაი კარგი ვარიანტია რომ დასავლეთში გავაკეთოთ. მოდი რა ეხლა ეს შენ გამოაცხადე შევთანხმდით ყველა წელიწადს ის რუსარი გამოაცხადე და ყოველთვის ის არის ანგარიში იგივე. იმან არის ზეგადავრესო თქო. არაფერი ანგარიში არ უნდა იმ დღეს მომჩი. წინა ერთი კვირის გადავდა მომოვიდა. ანგარიშის თემა ანგარიშის ინტერესი და თავისი დაგეგმება და ის სუპრადა ის შეკრება რაც კი იმის ხალხესა ის დავა. თო აირევა ხალხი როცა თქვენ ჩდება ვიდე გაიცნობთ მაგრამ რა გამოღება არის ხო რა აი მომენტია და ჩვენ სულ გამოვხატოთ და ეს შევავსოთ ჭიქები, მეგობრებო. მიდაშვილებო, მხოლოდ ასეთ ჭიქებში ვიჭებო, ცოტა განსხვავებული სახე მივიჭეთ კიდევ. არ დავი და შეიძლება აი გაჩერს შეგადაიღებ და ასე შემდეგ წავალ პლენერზე. სერგო, მოდიში მე გავარჯეროთ, რა მოდიში და. ბიჭებო, მეგობრებო, დებო და ძმებო, ერთი ორი წუთი კიდევ მივუყროთ თქვენ ყურადღებას. ჩვენი უსაყვარლესი, ულამაზესი და ამის უთქმელესი გვარი დავლოცოთ, ორიად ყოფილი გვარი დავლოცოთ. რომლითაც ვამაყობ მე და ბუნებრივია ვამაყობ ყველა ჩვენთაგანი. იმით ხელა უნიკალურია და ისეთი ლამაზია და ისეთი საქმენათაც ადვილი და თანაც საინტერესო რომ ყველა მეორე გვეკითხება სადა ორი გვარია და ჩვენც სიამაყით ბუნებრივია გეუბნებით რომ ისტორიული გვარია, ძირძველი გვარია და შინდელი გვარი არა. ვამაყობ მე და ბუნებრივია მიხარია რომ ვამაყობ თქვენც ამ გვარით ორიად ყოფილით. თხოვთ უფარს პირველს ყოვლისა ის რომ ვიმრავლოთ ჩვენ ჯიშმა, ჩვენ გვარმა იმრავლოს. იდიდოს ამდენჯერ დაფიქრებული ვარ ხოლმე რომ ამდენი
საუკუნეები გავიდა და ასე ცოტანი რატო ვართ? ნუ, ისიც ღვთისნებაა, ბუნებრივია, ასე ცოტანი რო ვართ. ისიც ღვთისნებაა, რომ ასეთი საჩუქარი გვერდო ჩვენ ამგვარი წარმომადგენლებს და ისიც ღვთისნებაა, რომ შეკრებილები ვართ და არა გუშინწილ, არა ხვალდაზე დღეს ამგვარი დასავლურად შევიკრიბეთ ამ ადგილზე და შევერთით ყველანი. ყველანი არა, ცოტანი, მაგრამ ყველას სახელით. ყველა ურიადყოფელს გავამართოს, ყველა ურიადყოფელი მიყვარს, ყველა ურიადყოფელი მიხარია, ყველა ურიადყოფელი თვამაყობ და ერთი თვამაყობ, რომ ყველა ერთი ხასიათისა ვართ რა. ყველა ხუთი არ ვინახია ურიადყოფელი, არ გამიგია და არ ვინახია. ეხლა წეგან სერგო მეუბნებოდა ზევით რო ვიყავით, ნუ ერთი ურიადყოფლის პიროვნებაზე და 1001 შეიძლება, მაგრამ ისიც არ იყო კიდე სული და გული, სერგო ისეთი ადამიანი. ისიც არ იყო ცუდი ადამიანი, ისიც ალარ მართალი იყო ჩვენაერი და ჩვენაერი საყვარელი ადამიანი იყო. მოდი, დიდება ჩვენ გვარს, ურიადყოფელის გვარს და ვიმრავლოთ, ღმერთმა გვამრავლოს. აბა უცოლოება ხელიათ. უცოლოება არა, საცოლოება. არა თქვენ. 17 წელს არ ვიყავ და ხუთი. 49 წელს არ ვიყავ, ბაბუა გახ. მე გვარ გავუმარტო, ეგრე ყოფილიყო, შეაბრალებული ყავ, მაგრამ ვარი კარგია, ვარა. ყველაზე უკეთესია ვარი. ერთმანეთს მოусმინოთ, ხალხო, გთხოვთ რა. და ვიყვარდე. ცოტანი ვართ, ერთმანეთს მოусმინოთ. შენი გვარ შეიყვარეს. სხვა არ გეყვარება და ვისი სიყვარული არ გეცოდინება. მე ავიდო, მე ყველა ის პრობლემები და გავლობ ის და სამწუხაროდ. ის სიყვარული აკამოა. ისინი უბრალოდ არიან და ბევრი გულდაწვდილი არიან. ბევრი ასება გაისა ყველაფერია. აისი მაგრამ მირია შენ გადავხებია. ცოტას მე გადავიდე, ცოტას მე გაცა და წავარწი. აი ხარ იხარო სამ. ყველაზე კარგი. წმინდა გიორგის პროფანცია, ხომიცი, მე დაუძლებენ წინამ ბრძოლო, აი ეგეთები ყოფილი ყავს. აი ხარ. ჯოს. ეს გადახარ ამას ჩავა. ეს დამთავრდება და მე. მეცა ეს დამთავრდეს ეს. ჩემო კარგო ხარ ხო? რაღაც მინდა გითხრას და გორე რო ზანი. ჩემო ურიადყოფლები. ეხლა ჩვენ ვართ საქართველოს რომელიც ხეშიდაც არის უბრალოდ ყველა კუთხის წარმომადგენელი. და ძალიან კარგია და ვისაც რომ Facebook-ზე გვაქვს ინფორმაცია რომ გავავრცელოთ და ვისაც რომ ტელეფონით შეგვიძლია პირადად შეხვდებით, ერთმანეთს მოუყვეთ დღევანდელ დღეზე და კიდევ მომავალზე თუ რა გვინდა ჩვენ. მომავალში ახალი ინიციატივა. ეხლა არის მომენტი რომ ჩვენთან ვინც არ არიან, ყველანი ისინი ჩვენი ძმები არიან და ჩვენი მეგვარები და ჩვენი მოსისხლენი არიან და ძალიან გვიყვარენ ისინი. რამოდენიმე მიზეზი არსებობს რომ ისინი არ არიან დღეს ჩვენთან, მაგრამ მე ისეთ მიზეზს ვიტყვი ეხლა რომ ჩვენ მათ მივცეთ თუნდაც ცოდნა, თუნდაც ჩართულობა და რაღაც შეხვედრის დახმარება მომავალში. ხო, ისი სწრაფვა რომ ჩვენთან ერთად შეიკრიბნენ, რომ არის მომენტი რომ ანუ მოდელირება არსებობს გვარის რა. მე როგორც ზესტაფონის არქივით გავარკვი, არსებობს 5 მოდელირება რა. ეხლა აღარ ჩამოვთვლი, თუ გაინტერესებთ მე ჩამოვთვლი. 5 მოდელირება, ამ 5 მოდელირებას არავით არის ეს არა აქვთ
განსხვავება ყველას აქვს ერთი და იგივე კავშირი რა. განსხვავებით ამისა, ფუძია ერთი ხო. უბრალოდ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ვაპარაკობ და მაშინ როდესაც ჩვენი გვარი არსებობდა არ იყო საჯარო რეესტრი ან სახელმწიფო აღწერა. მაშინ საეკლესიო აღწერები იყო და ჩვენთან სასახლეში არის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ეკლესიები და შემორჩენილი მასალები არის 1878 წლიდან. 1878 და ჩვენი გვარი მათ ამ მასშტაბში ხდება 1910 წელს, სადაც რომ ამირან უიათმყოფელზე ეყოლა შვილი პელენა და ასე შემდეგ, მაგრამ პირველი უიათმყოფელი, არა, უბრალოდ უიათმყოფელი დაიწყო. მაგრამ იმის მერე მე ვნახე ეს პირადად რაც ვნახე იმას ვლაპარაკებ რა, არქივში ვიყავ და იმის მერე ხდება ასევე კიდევ ცვლილებელი რა გვარისა, ის გვარი ეს ანუ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ვითუნდეთ რომ დასაბამი ჩვენ გვარს 1870 წლამდე რაც აქვს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტს უფრო ადრე არის ჩვენი გვარის დასაბამი. თუ რა არის და როგორ არის ერთი იქიდან რომ ჩვენი ინტერესიც არის და ყველას ინტერესია და მარტო ჩვენი კი არა. ჩვენი შვილები და შვილიშვილები რომლებსაც ჩვენზე უფრო მეტად იკამათებენ ამაზე. და არ ექნებათ ბაზა საერთოდ ჩვენ ხო არ გვაქვს ბაზა და იმას ვაფშე არ ექნებათ რა. ნახა მე ვიტყვი მე რაღაცას არის ბაზა. ჩვენ მათ მივცეთ ამ საშუალება და არა მარტო ჩვენ სოფლიოს ინტერესების გამო ინტერესების დავაკმაყოფილოთ და ვიღაც რა ინტერესებს ჩაწეროს ინფორმაციას მიიღებს ამისათვის გავაკეთოთ ამის რეგისტრაცია. რეგისტრაციამდე საჭირო არის გვარის კვლევა რომ თუნდაც ეხლა თქვით რომ არიან დღეს რომ არ მოვიდნენ რაღაც პროტესტის ნიშნად რომ უიათმყოფელები ვართ ან რაღაც და გასვოთა განსხვავების გამო შესწორება მოიცავს მატერიალურ ღირებულებას და ბევრია ეს მე ვასწორე და ამის და რაღაცა თანხმობა. ყველას მოუწევს, მაგრამ ეხლა მე ვასწორე იურიდიული ინტერესის გამართლების გამო, თორე არც მე არ გავასწორე. ყველა ჩავერთოთ ამ საქმიანობაში, ყველამ ჩავერთოთ მოძიებაში. მე ვესაუბრე და კიდევ ვიცნობ რამოდენიმე ადამიანს, ვინც ამის პროფესიონალი არის გვარის კვლევაში. და აღმოჩნდა ყველაზე ძველი ჩანაწერი ქუთაისის 1300-იან წლებში. მაგრამ კიდევ არის ვერსიები აქ ეკაურიათმყოფელი ვერ დავინახე, მან მომაწოდა და მე წმინდა ნინოს ცხოვრება წავიკითხე. სხვათა შორის წუხელ, იმიტომ რომ აქამდე არ ვიცოდი, მე ენციკლოპედიაში ეს ინფორმაცია ვერსად ვერ ვნახე. წმინდა ნინოს ცხოვრებაში თქვენ წაიკითხეთ ეხლა აღარ მოგახდოთ თავს რა. ხო თუ არა და ჩაგიგდეთ თავს კიდევ უფრო ადრინდელი რა ქვია ჩამოსulis პერიოდია, ეს არის 300 წელი, 300 წელს რომ იყო, ანუ ის პერიოდი რომ სიმონ კანადელი და არა და მე და მირიან მეფე და ნანამ რო იწამა და როდესაც საქართველოს მოედო ქრისტიანობა ეგ პერიოდი რა. ხო და ანუ ეს ვერსიები ყველა შემთხვევაში ეხლა რაც არ უნდა ვიდაოთ ათელია ის რომ და ყველა შევთანხმდებით ალბათ რომ რაღაცა კავშირი ებრაელებში ყველა ვარიანტი არის. არის ორი ვარიანტი. ან რომელიღაცა სხვა გვარმა გაყო ებრაელების ქონება რა ქვია გვარი გადაყო მნიშვნელობა არ აქვს და იმის საუბარს და იყო და მეორე ვარიანტია ვიღავ ებრაელები რელიგიურად მურია უწმუნოს ნიშნავს და მაგრამ ასევე ნიშნავს ორმაგი განმარტება აქვს რა. ურია არსებობს მონაცემებში, სადაც უწმუნოს ნიშნავს, არსებობს მონაცემებში, სადაც რომ ყოფილი არის რომ რაღაცა იყო და რაღაცა გახდა რა. ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ აი ამდენი ვერსიებიდან გამომდინარე ხო რაღაცა გაყავი ხო. ამ გორში ბევრი რაღაცაა მოქცეული. მაგრამ ეხლა რაღაცა რო ებრაელებთან არის კავშირი, მაგას ასევე ისტორიის მოძიებაზე მუშაობ და ჩავერთოთ და აგრატიონები იფიცებდნენ ებრაელების დაუმავალეობას. აგრატიონები არიან როგორც დაადგინეს წმინდა მარიამის გენეტიკის შთამომავლები. ხო და რაც შეეხება იმას რომ ეხლა არავის არც დღევანდელი ებრაელები თუ ეხლა რელიგიურ პოლიტიკას თუ სოფლიო პოლიტიკას თუ მასონურ პოლიტიკასა და ბრძანებლობას ებრაელები განმართავენ ოდიდგანვე დღემდე. ოდიდგან მოყოლებული რა და
ახლა ილუზია იმისა, უბრალოდ ფოთვა იმისა, რომ მე ამიდან მე ნაღდი ქართველი ვარ თუ რაღაცა, საერთოდ არ იყო მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ებრაელებმა შექმნა ყოველგვარი ერა ქრისტიანობის რაფია. ქრისტე იყო მართლმადიდებელი და მით უმეტეს რომ ბიბლიას წერია რომელიც უშუალოდ რა ერი წამოვიდა. მოკლედ ინტერესი არის ჩემი და ვფიქრობ თქვენიც და უფრო მეტი ინტერესია იმისა რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე ვიღაცა ძალიან გაჩერდეს, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში ჩვენს არის ახუაშვილი აკადემიკოსი რომელიც წერს თავის 20 ტონეულ გამოცემაში იყოს 22 წელი სატენი მაგ აგერ მიდის ჩვენ ვიყავით ნიკოლო ზურიადმყოფელი არის აღმოჩენილი თეთრაწყაროში, ეს არის მარნეულის რაიონი, ეს არის არამკვიდრი დროებითი მაცხოვრებელი რა. ანუ პირველიო მეო ეს აღმოვაჩინეო და ის თავის წინასიტყვაობაში, ამ 4-ტომეულ წინასიტყვაობაში წერს, რომ მეო ეს წიგნიო მითო გამოეციო, რომ საბჭოთა კავშირის დროსო დევნიდნენო რა მასო საქართველოს ძირძველობასო და ქართულ გვარებსო და ეს ყველაფერი რომ გადარჩენილიყო, მეო ეს მასალები წავიღეო საზღვარგარეთო და 2005 წელს მოხდა ამ წიგნის გამომცემლობა რა. აქ ყველა გვარია მოხსენიებული რა ქართული, არაქართული. რა აქვს იმას ზესტაფონი აქვს უმეტესწილად 350 ოჯახი კი არა და ადამიანი მოხსენიებული და იცოდა რა ქონდა რაღაც ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ნაადრევი ინფორმაცია ქონდა ჩემი აზრით. რაღაც ამპარტალნული ისიც ქონდა რაღაც მეთოდიკა საუბრისა, მე შემეპარაეჭვი იმის წინასიტყვაობაში. ხო და მიუხედავად ამ პარტავნებისა ნებისმიერ ადამიანში რომ არსებობს და არის და მით უმეტეს ეჭვები და კითხვები რომ არის, თუ დადგება ეხლა ერთადერთი რომელიც მე მამაო მიმაგზავნა, იმან თქვა 2000 ლარი დებაო რომ მე გავაკეთო ამის წიგნი და წიგნთან შესაბამისად გავაკეთო დასკვნა რა. ამოკლების პროგრამები. ხო, იმიტომ რომ არავითარ ენციკლოპედიაში ჩვენი გვარი არ არის მოხსენებული. არის სახმთო წიგნებში, სადაც არის დაცული სახელმწიფოს ერთი, მეორე არის გარკვეული ორგანიზაციები. ერთი ბოდიში მე ვნახე ინტერნეტში მატერიალს წიგნებს და გადაგებულობ თურქეთიდან წამოსული ნახე ამ თურქეთი როგორც ასე ათათურქი უნიად ყოფილი ათათურქი ებრაელი ჩვენი არ ყოფილა რაღაც სალონიკში დაბადებული ებრაელია მაგით. სალონიკში დაბადებული ებრაელია ათათურქი. მუზეუმია მაგით. მაშინ ისეთი მომენტი იყო, რომ მაშინ მოიხსენებოდა ისე. თურქეთიდან კაბადოკია არის თურქეთში რა, კაბადოკია. კაბადოკიელი იყო წმინდა გიორგიც და წმინდა ნინიც რა. ხო და ესე თურქები იყვნენ ისინი, მაგრამ არ იყვნენ თურქები მერე გახდნენ კაცო. ქრისტიანობა საქართველოში და წმინდა გიორგი ეწამა ქრისტიანობისთვის. მე ვიცნობ კიდე რა, რამოდენიმე ადამიანს რომლებმაც იმოდერებზე ჩვენი წინაპრებზე დაწერეს წიგნი და იმათ კიდე შევეხმიანებთ და მეკნება რაღაც ისადაც. მაქსიმუმ 2000 ლარი დაждებს. თუ ეს დღეს ვაზე გამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ გამოვიხსნა ჩვენი შვილებისთვის კონდეს. ბიჭო, თემურ მეორე ვარიანტი არის რა. რომ რა ვთქვა, ეს დღევანდელი დღე არის და კარგი იქნება თუ ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს. აი ამას მოусმინოთ ყველამ კარგად. ძირითადი რაოდენობა არის იმერეთიდან და ზესტაფონის რაიონიდან. შემდეგი ჩვენი შეხვედრა მომავალს დავგებოთ ზესტაფონის რაიონში. ადგილი ავირჩიოთ მე. ჩვენი გვარის დღეობა დავაწესოთ. ჩვენი გვარის დღეობა რომ წელიწადში ერთად გვარი შევხვდეთ ერთმანეთს. მომავალ დღეს. ჩვენი გვარის დღეობა ხო ასოფელებში დღეობები 13 ივნისი? ჩვენი გვარის დღეობა და წელიწადში ერთად შევიკრიბოთ და იმ დღეს თემური გახმოვანებს ხო, არსებობს რამოდენი ვერსია ხა გეტყვით. სერგო მოუსმინე. რახან ეს ყველაფერი მოიცავს შრომის დღის დაკავებას, თავის მატერიალურ იმას და რა თქმა უნდა მორალურ იმას შემართებას იმისა, რომ ეს არის დღესასწაული, უბრალოდ ვერსია იმისა, რომ დავამტყუოთ ოქონობას, რომელიც ოქონის მესამე პარასკევს მეოთხე კვირა. ოქონობა არის
ოქონობა არის როგორც ჩვენი ხატი არის. დაფული ჯობია. ადამიანი ვაძლევს მას ამ იდეას. ოქონობა ხო რავი. საგვარეულო შეკრებას ვიძახი, რომელსაც მასშტაბური ხალხი ჩაერევა თორე. კი. აი როგორც არის რომელ რაღაცა წმინდანების სახელი ქვია ჩემსოფელში ოქონის ხატის დღე. წმინდა გიორგის დღეობა ის და გულია მწოებლების დღეობა იყოს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. კი ბატონო, არ არის. კი, გვარის წინამძღვარი არის დაფიქსირებული საპატრიარქოში როგორც პაატა. არა. ჩაბილი დაფიქსირებული ამ გვარის წარმომადგენლების სულიერ გამოცდილებთან დაფული ჯობია გავაკეთოთ ბათუმში. რომელი ზაგარია ხარჯებს უჭერდა. ახლა დასატენია ბატონო პარტი. ბიჭო თემური მე ზუსტად ვიცი, მაგრამ ის რომელმაც ინფორმაცია ის ლიტერატურა დამავიწყდა, მაშინ ბავშვი ყავს, მაგრამ დღემდე მახსოვს. რა მიმითითეს და ვეღარ პოულობ. არის ვერსიები, არის. დირექტორა გამოგატანა. მამაჩის მიდე ბაბუაშვილს. გამომატანეს, მიუტანეს ყველა გზუსტად აი სადღაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარშვილსაც რუსეთის იმპერიაში გამოდა საქართველოს